განვიხილოთ 7 მთავარი შეცდომა, რასაც კერძო სკოლის მშობლები უშვებენ ხოლმე. პირველი, გონიათ რომ თუ სკოლას ფულს უხდიან, ეს მათ სხვა პასუხისმგებლობებისგან გაათავისუფლებთ. არადა ეს მხოლოდ დამატებითი ტვირთია, ფინანსური ტვირთი. დანარჩენი პასუხისმგებლობები მშობელს ნებისმიერ სკოლაში აქვს ერთი და იგივე. მეორე არის ის, როდესაც მშობელს გონია, რომ მე ფულს ვიხდი და სკოლამ არაფერზე აღარ უნდა შემაწუხოს. არადა მშობლების სწორი თანამონაწილეობის გარეშე ვერც კერძო სკოლა ვერ გადის სასურველ შედეგზე. გონიათ, რომ ყველაფრის მოთხოვნის უფლება აქვთ და სკოლამ უნდა შეასრულოს მათი სურვილები, რაც სკოლას ძალიან დიდ ცდუნებას უქმნის, რომ მოერგოს არა ბავშვის ინტერესს, არამედ მშობლის მოთხოვნას. გონიათ, რომ რადგან სკოლა კერძოა, იქ განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვები იქნებიან თავმოყრილი, რაც რა თქმა უნდა სრულიად აცდენილია რეალობას. გონიათ, რომ ყველა საგანი ბავშვს პირველივე კლასიდან გაძლიერებულად უნდა ასწავლონ, რაც ასევე ქმნის იმის ცდუნებას, რომ სკოლამ ბავშვს იმაზე მეტი მიაწოდოს, ვიდრე მის გონებას შეუძლია, რომ გადაამუშაოს. ფიქრობენ, რომ ქულები კერძო სკოლებში ადვილად იწერება. სხვათა შორის, ეს მოლოდინი რეალობას ზოგჯერ აცდენილი სულაც არ არის, მაგრამ საბოლოო ჯამში ბავშვისთვის ესეც ზიანის მომტანია. და ბოლოს, გონიათ, რომ რადგან ბავშვს კერძო სკოლაში მიიყვანენ, მათ შვილს მომზადება არასდროს არაფერში დასჭირდება და სწავლას აუცილებლად პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებს. რაც ასევე მითია უამრავი კერძო სკოლის მოსწავლე დადის კერძო რეპეტიტორთან დამატებით და ასევე უამრავი ადამიანი არ აგრძელებს საერთოდ სწავლას. ბავშვს კერძო სკოლაში მივიყვანთ თუ საჯაროში, მას აუცილებლად დასჭირდება ჩვენი თანადგომა. აი ამ ყველაფერზე უნდა ვიფიქროთ მანამდე, სანამ ვარჩევთ სკოლას და რაც მთავარია, სწორი შეკითხვები უნდა დავსვათ.